მადლობა თათია საინტერესო სიუჟეტისთვის. თემას განვაგრძობთ რა შეცვლის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პასუხობს ჩვენ შეკითხვებს. დილა მშვიდობის ბატონო თენგიზ. მოგესალმებით. ჩვენ სიუჟეტში იყო საუბარი იმ შეღავათებზე, რომელიც უნდა დაწესდეს მაღალმთიანი რეგიონებისთვის, თუმცა იქამდე უნდა მოხდეს სტატუსის მინიჭება მაღალმთიანი რეგიონებისთვის. როდიდან დაიწყება ეს პროცესი სტატუსის მინიჭების და კონკრეტულ შეღავათებზე მე ვისაუბროთ. მოგახსენებთ, რომ თავად კანონში არის გაწერილი ყველა ვადა, რომელიც უნდა განხორციელდეს. 1 ნოემბრამდე მთავრობა უნდა დაამტკიცოს ნუსხა მაღალმთიანი დასახლებების, იქამდე რასაკვირველია შესაბამისი ნორმატიული აქტები იქნება მიღებული, რომელიც ამ სტატუსთან არის დაკავშირებული. ასევე სხვა აქტები იქნება მიღებული, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ამ სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა დაიწყოს უკვე შემდგომ. ასევე ფინანსთა სამინისტრო მიიღებს მოამზადებს სპეციალურ აქტს და შემდგომ მთავრობა მიიღებს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსთან დაკავშირებით და ყველა ნორმატიული აქტების მიღება სხვადასხვა ვადები არის გაწერილი, მაგრამ ეს ყველა ვადა არის შემდგომას, რათა 1 იანვარს უკვე შევხვდეთ სამართლებრივი ფორმა რომ გითხრა, რა ფორმით მინიჭება სტატუსი, ანუ რა კრიტერიუმები იქნება მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მინიჭების მიმართულებით? არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ჩადებულია კანონში. ეს კრიტერიუმები დაკავშირებულია ზღვის დონიდან სიმაღლესთან, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მთავრობის შესაძლებლობასთან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მინიმალური ზღვარი დაძლევს დაბლა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ფაქტორების ჩამონათვალიც არის კანონში და ასევე არის რეგიონები, რომელიც პირდაპირ ჩამონათვლის სახით არის და პირდაპირ მიუხედავად ზღვის დონიდან სიმაღლესა მინიჭება თქვათ იგივე დაჭალე, ჭუმი, თუშეთი, ხევი, მაღალმთიანი აჭარა, ანუ არის გარკვეული რეგიონების ისტორიული გეოგრაფიული რეგიონების შემონათვალი, რომელიცაც პირდაპირ კანონი ანიჭებს იქ მყოფ დასახლებებს ამ სტატუსს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში მოცემული ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც შედგება დასახლებების ნუსხა. ამ დასახლებების ნუსხას მოამზადებს თის განვითარების ეროვნული საბჭო და საბოლოოდ დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე. ბატონ თენგიზ, თქვენ საბჭო ახსენეთ, ძალიან საინტერესოა ამ საბჭოების ფუნქციონირება, ეს საბჭოები დაკომპლექტდება როგორც კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მე მაინტერესებს, რამდენად ძლიერი და ეფექტური იქნება ეს საბჭოები და კონკრეტულად რა საკითხების გადაწყვეტა დაევალება ეს? მე მგონი აქ ცოტა სხვა თემაზე საუბარი. თის განვითარების ეროვნული საბჭო ეს არის ერთი თემა, გუშინ რაც ხონა საუბარი თქვენ სანონშიც იყო ის საბჭოები ცოტა სხვა თემა. თის განვითარების ეროვნული საბჭო ეს იქნება მაკოორდინირებელი რგოლი, რომელსაც უხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, შევლენ მინისტრები, შევლენ პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეს იქნება მთავარი სათათბირო ორგანო მთავრობისთვის მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში პოლიტიკის თვალსაზრისით. ხოლო რაც შეეხება საბჭოებს, რაც ახსენეთ, ის არის თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გამგებლებთან ასეთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს ითვალისწინებს, რომლებიც სოფლებში კრებებს ითვალისწინებს. სადაც თავად მოქალაქეები იქნებიან ჩართულები, ხო ბატონო? ეს არის ფაქტურად მოქალაქეების მონაწილეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმა გაძლიერდა თვითმმართველობის კოდექსში, ახალის დაემატა და ჩვენ თანამშრომლობით უნდა მივიდეთ იქამდე, როდესაც გამგებელი გაცილებით უფრო მეტად იქნება ანგარიშვალდებული თავის მოსახლეობასთან და უნდა იყოს კონკრეტული მექანიზმები ამ ანგარიშვალდებულებას. ბატონო თენგიზ, საუბარი ვისაუბროთ შეღავათებზე, რომელიც დაუწესდებათ რეალურად იმ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ ამ სტატუსს, ეს არის საგადასახადო შეღავათები, ასევე დახმარება, ანუ დემოგრაფიული მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, შვილებზე თქვათ ერთწლიანი დახმარება სახელმწიფოსი, ორ შვილზე თქვათ 2 წელიწადი იქნება ეს დახმარება. ბიუჯეტის მიმართულება რომ გავშალოთ, ანუ ეს ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, როგორ იქნება ეს გაწერილი? და მე ბექა დავამატებდი შენ შეკითხვას, ყოველწლიურად თუ არის გათვლილი, რა დაუჯდება ბიუჯეტს სწორედ ამ შეხავადების საფუძველზე თანხების გაცემა? რა თანხაზე არის საუბარი? მოგახსენებთ, რომ რასაკვირველია, იცით რომ ჩვენი კონსტიტუციით მაღალმთიანი რეგიონების პოლიტიკას არის ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია, ამიტომ ეს სახსრები, რომელიც გათვალისწინებულია კანონში, გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად გათვალისწინებულია ის სახსრები, რომელიც დაიხარჯება 2016 წელს, ეს შეადგენს დაახლოებით 40-50 მილიონ ლარის ფარგლებში. ხოლო 2017 წელს უკვე ეს მიაღწევს 80-დან 100 მილიონ ლარამდე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრებია პირველ ეტაპზე. ეს არის
არის მინიმალური სახსრები, თუმცა რასაკვირველია, აქ არ გაითვალისწინება იმ ფონდის მოცულობა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და შესაბამისად ამ ფონდის მოცულობას ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცებისას საქართველოს მთავრობა და შესაბამისად პარლამენტი ბიუჯეტის დამტკიცებისას განსაზღვრავს ამ ფონდის მოცულობას, რომელიც ამის დამატებით იქნება მიმართული მაღალმთიანი დასახლებებისაკენ. შესაბამისად ძირითადი აქცენტი აქ კეთდება იმაზე, რომ ერთის მხრივ სოციალური შეღავათები გრადად უზრუნველყოთ და იყოს გარკვეული გარანტიები, საკანონმდებლო გარანტიები და ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათები, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკური აქტიურობის გარკვეული კერები ადგილზე. შეიძლება ითქვას ამ კანონის პროექტის განხილვის ფუნქციით კიდევაც, რომ ფაქტობრივად ნახევრად ოფშორულ ზონებს ვიღებთ ჩვენ მაღალმთიან დასახლებებში და ძალიან დიდ შესაძლებლობები უნდა შექმნას დროთა განმავლობაში. ბატონო თენგიზ, როგორ მიიღებენ ამ დახმარებას, ასე ვთქვათ, ბანკები ჩაერთვებიან ამ პროცესში, ანუ მოსახლეობას გულისხმობ? აქ არის მექანიზმები არის, რასაკვირველია, ტექნიკური მექანიზმია პენსიონერების დანამატებთან დაკავშირებით ეს შესაბამისად, როდესაც პირს მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრები პირის სტატუსი, ეს აისახება მის პირად ინფორმაციაში, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში. ეს გარკვეული პერიოდებია გაწერილი, აისახება, შესაბამისად ეს ინფორმაცია იქნება იდენტიფიცირებული და პენსიონერთა მე ეს ინფორმაცია რასაკვირველია იქნება პენსიონერთა ბაზაში ასახული და როდესაც პენსიის გაცემა მოხდება, შესაბამისად 20%-იანი დანამატი. ანალოგიურად ახლა ტექნიკური მექანიზმი იმისთვის, რომ მასწავლებლებს მიეცეს დანამატი, შესაბამისად განხორციელდება და ამ შემდეგ ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, ტექნიკურად იგივე ფორმით მოხდება, რითაც თავად საბაზო შემოსავალს იღებენ მოქალაქეები პენსიის თუ ხელფასის სახით. ბატონო თენგიზ, ასე ვთქვათ, როდის ველოდებით რეალურ შედეგს ეს რისთვისაც კეთდება რეალურად ეს არის ის, რომ ვთქვათ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარება, ასე ვთქვათ, პრობლემები, რომელიც იქ არსებობს, იგივე დემოგრაფიული, იგივე სოციალური ამის მოგვარება. როდის ფიქრობთ, რომ ეს კანონი და ეს მიდგომა გამოიღებს შედეგს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე პირველი შედეგები უახლოეს მომავალში უკვე 16 წლის დასაწყისიდან გამოჩნდეს, როდესაც უკვე იქნება მექანიზმი აწყობილი საგადასახადო შეღავათებისა და გამოჩნდება ადგილზე გარკვეული ინიციატივები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოჩნდება ეს ინიციატივები. ასევე სოციალური შეღავათები სამოქმედება ფრინად 2016 წელს შეხდება და შესაბამისად 2016-ში უკვე ეს აისახება სოციალურ მდგომარეობაზე და რასაკვირველია შემდგომ წლებში ჩვენ დავუკვირდებით ცალკე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შეიმუშავა სტრატეგიას საერთოდ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისა. ერთი არის საბაზო საშეღავათო სისტემა და ერთგვარი თამაშის წესები, რომელსაც კანონი ადგენს და მეორე არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც უნდა აისახოს ამ სტრატეგიაში და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით, მათ შორის საერთო ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ასე რომ თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კანონი მნიშვნელოვნად შეაფერხებს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის გამოდინების პროცესს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რასაკვირველია პოზიტიურად იმოქმედებს იმ ტენდენციის შეჩერებაზე, რაც არის მიგრაციული, მაგრამ ვთქვათ, აბსოლუტური სახით ამის თქმა ვთქვათ ძნელია, იმიტომ რომ იცით, რომ ეს მარტო ქართული ტენდენცია არ არის, გაცილებით უფრო განვითარებად ქვეყნებშიც არის გარკვეული ტენდენცია მთიდან ბალისკენ მიგრაციული ნაკადების, მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ჩვენ იმდენად დიდი ტენდენციები ქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ფიქრობთ, რომ ზოგიერთ დასახლებაში არავითარ შეანელებს შეიძლება მოსახლეობის უკან დაბრუნების პროცესიც კი დაიწყოს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. ბატონო თენგიზ, თანხებზე ვისაუბრეთ ბიუჯეტზე, თუმცა მინდა კითხოთ, იგეგმება თუ არა უკვე წინასწარ, ვთქვათ, ის არ იქნება საკმარისი 80-100 მილიონი და ანუ გაიზარდოს ბიუჯეტი. ეს რასაკვირველია დაანგარიშებული იქნა ფაქტიურად თითოეული დასახლების დონეზე რა ხარჯები შეიძლება იყოს. ეს შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, ორი შემთხვევა, ერთი თავად მოსახლეობის რიცხვი გაიზრდება იქ რეალურად და თუ ეს გაიზრდება მას მივესალმებით და ალბათ ბიუჯეტის შესაბამისად როგორღაც ამ ხარჯებს დამატებით გამოყოფს და მეორე შემთხვევა არის, როდესაც მთავრობას აქვს უფლება, რომ კანონით დაწესებული მინიმალურ შეღავათებზე მეტი დააწესოს თავისი აქტები, მაგალითად წერია მასშტაბებზე არანაკლებ 35%-ისა მთავრობა შეუძლია პირობითად მიწეს 40-50%. თუ მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი მიწეს, ვიდრე კანონით დაწესებული მინიმალური ზღვარი, რასაკვირველია ამ ორი შემთხვევა არის, რომ გაიზარდოს. ორივე შემთხვევაში ჩვენ მივესალმებით, თუ მოსახლეობის რეალური რიცხვი გაიზარდა, ამ მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი მოცულობის დანამატები გაწეს, ასე რომ ამას მხოლოდ პოზიტიურად შევხედოთ. დიდი მადლობა ბატონო თენგიზ, რეალურად კანონპროექტი თვითონ თავის თავში მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან რამეს მაღალმთიანი რეგიონების
მოვლენების განვითარებას. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგილაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე საკუთარ მაღალმთიან რეგიონში მაქვს სოფელი და მე იქ ცხოვრობს 3 ოჯახს, შემიძლია უთხრა აქედან, რომ რეალურად პროექტი, რასაც გვპირდება მთავრობა, იქნება კარგი მათთვის და ხელშესახები, ასე ვთქვათ, სიკეთის მომტანი, ასე რომ დაელოდეთ რაჭაში ამ სიკეთეს. არა მხოლოდ რაჭაში. არა მხოლოდ რაჭაში.